რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. პროჭორულელები მივიდნენ თავიანთ ყველაზე მნიშვნელოვან გზაგასაყართან. იმ საბოლოო წერტილთან, იმ დავალებასთან, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს მიიღო ბორის ივანიშვილმა პუტინისგან. საქართველოს საბოლოო იზოლაცია და საბოლოო დისტანცირება დასავლეთისგან. 11 ივნის ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლები უკანასკნელ ულტიმატუმს წაუყენებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეტყვიან, რომ ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვა. ანუ უვიზო მიმოსვლის დაკარგვა შენგენის ზონასთან, რაც დღეს ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს მოხდეს და ამას აკეთებს უკვე 14 წელია, მიზანმიმართულად აკეთებს. გაიხსენეთ, როგორ მოდიოდა ბორის ივანაშვილი ხელისუფლებაში. მას კოალიციაში ყავდა ორი ევროპული, პროევროპული პარტია, პროდასავლური პარტია და მაშინ 2012 წელს არ იყო მონგებიანი საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ უნდა წასულიყო დასავლეთისკენ, რომ საქართველოს უარი უნდა ეთქვა დასავლურ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მაგრამ ბორის ივანაშვილს ჰქონდა ძალიან ჭკვიანური და ძალიან, მოდი პირდაპირ ვთქვათ, გოთვერნული შემოგდებული იდეა. რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა, პატარა სოფელია, ამიტომ არ უნდა ერეოდეს რაღაცა დიდი ბიძიების და დიდი ქვეყნების ორთაბრძოლაში და თავისთვის ჩუმად რაღაც კუთხეში უნდა ეждდეს და ხმელპურს უნდა ჭამდეს. მაშინ ბორის ივანაშვილისთვის სამაგალითო იყო სომხეთის პოლიტიკა, რომელიც მთლიან ჩამოკიდებული იყო 2012 წელს გახსენებთ რუსეთს. აი მაშინ სომხეთი იყო სამაგალითო. ამდენი წლის განმავლობაში ბორის ივანაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ჩამოეგლიჯა დასავლურ ორბიტას. გახსოვთ თქვენ, რომ წელიწადნახევრი დააგვიანა, საგანგებო დააგვიანა საქართველოს ევროკავშირთან და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მიღება. დააგვიანა, ყველაფერი გააკეთეს ხოცებმა იმისთვის, რომ ეს უვიზო მიმოსვლა არ მიეღოთ, მაგრამ საბოლოოდ ევროკავშირმა შემოგტენა, რასაც ქვია. უვიზო მიმოსვლა და ხოცებს სხვა გზა არ დარჩათ, მათ უნდა მიეღოთ და უნდა ეთქვათ, რომ დიახ, სწორედ მათი და მხოლოდ მათი დამსახურებაა უვიზო მიმოსვლა. დღეს ეს უვიზო მიმოსვლა დგას საფრთხის წინაშე. დგას ფატალური საფრთხის წინაშე და პირველი ქვეყანა, რომელსაც გაუუქმებენ, სავარაუდოდ გაუუქმებენ უვიზო მიმოსვლას, იქნება სწორედ საქართველო. აი ეს ევროპულ გზაზე დამდგარი საქართველო, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ მისი ამოცანაა და ყველა ჩინოვნიკის ამოცანაა საქართველოს ევროინტეგრაცია, მაქსიმალური ხელშეწყობა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების, აი ეს საქართველო იქნება პირველი მსხვერპლი იმ ახალი კანონისა, რომელიც მიიღო, იმ ახალი რეგულაციისა, რომელიც მიიღო ევროკავშირმა. უვიზო მიმოსვლის გაუქმების. როგორ მივედით აქამდე, თქვენი ფიქრით. რისთვის მიგიცია თქმა, ვისთვის არ მიგიცია თქმა, ვინ გამოსულ ხართ ქუჩაში, ვინ არ გამოსულ ხართ, ვის გამოგითქვამთ პროტესტი, ვის არ გამოგითქვამთ. მაგრამ ახლა ამას დავანებოთ თავი და გავიხსენოთ ის ვილაპარაკოთ იმ მდგომარეობაზე, იმ წერტილზე, სადაც ვართ ახლა. დღეს კი ვარ წერტილში, სადაც ქართული ოცნება იცახის, ჩვენ კი ძალიან გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ასეთ ევროკავშირში არ გვინდა. აი, როდესაც 2017 წლის დასაწყისში ვიღებდით უვიზო მიმოსვლას, ის კარგი ევროკავშირი იყო და ეხლა დღევანდელი ევროკავშირი აღარ მოგწონს. ეხლა გადიფსტეიტებული ევროკავშირია, გამასონებული ევროკავშირია, მოკლედ ეს ევროკავშირი არ მოგწონს. მოდი ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, რა ევროკავშირი იყო 2017 წელს. აი, ის ევროკავშირი, რომელიც მაშინ მოწონდათ პროჭორულელებს და რომელშიც დიდი სიხარული თითქოს მიიღეს უვიზო მიმოსვლა. ვის მიერ იმართებოდა ის ევროკავშირი? ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მაშინ იყო დონალდ ტუსკი. სად არის დღეს დონალდ ტუსკი? დონალდ ტუსკი დღეს არის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არის დონალდ ტუსკი. კაცი, ვინც მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მაშინ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება, დღეს არის პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. დღეს ვინ არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი? ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს არის ანტონიო კოშტა. ვინ იყო ანტონიო კოშტა 2017 წელს? ანტონიო კოშტა 2017 წელს იყო პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი. ადამიანი, ვინც მაშინ დაუჭირა მხარი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მოცემას. ვინ არის დღეს ევროკომისიის თავმჯდომარე, ევროკომისიის პრეზიდენტი, ანუ ევროპის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, უხეშად.
ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს არის ურსულა ფონ დერ ლაიენი. ურსულა ფონ დერ ლაიენი 2017 წელს იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, ანუ გერმანიის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე დიდი მმართველი პარტიის წევრი. ანუ ადამიანი მინისტრთა კაბინეტის წევრი, გერმანიის ანგელა მერკელის მაშინდელი მინისტრთა კაბინეტის წევრი, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საქართველოს უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხის განხილვაში გერმანიაში და გერმანიის გარეშე ეს საკითხი ბუნებრივია, ყველა ხვდებით რომ არ გადაწყდებოდა. დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ევროპის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. მარტივად. ვინ არის ევროპარლამენტის თავმჯდომარე დღეს? ევროპარლამენტის თავმჯდომარე დღეს არის რობერტა მეცოლა. ვინ იყო რობერტა მეცოლა 2017 წელს? 2017 წელს რობერტა მეცოლა იყო ევროპარლამენტის დეპუტატი. იმ ევროპარლამენტისა, რომელმაც მხარი დაუჭერა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მოცემას. ვინ არის ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი საგარეო საკითხებში? ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში არის კაია კალასი. და ვინ იყო კაია კალასი 2017 წელს? კაია კალასი 2017 წელს იყო ევროპარლამენტის დეპუტატი. ადამიანი, ვინც მხარი დაუჭერა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მოცემას. ევროკავშირში, რა თქმა უნდა, არაფერი არ წყდება დიდი ქვეყნების მონაწილეობის გარეშე. დიდ ქვეყნებს უფრო დიდი და უფრო ფასეული სიტყვა აქვს. ვინ არის ევროკავშირის დიდი ქვეყნები? ვინ იყო ევროკავშირის დიდი ქვეყანა 2017 წელს? ბრიტანეთი იყო, მაგრამ შემდეგ გავიდა. ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა იყო გერმანია, უკვე ხსენებული გერმანია. რა კი უკვე ვახსენეთ, ანგელა მერკელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, მისმა კაბინეტმა, მისმა ხელისუფლებამ, მისმა კოალიციამ, ანუ გერმანია მაშინ 2017 წელს დიახაც დაუჭერა მხარი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მონიჭებას. დღეს გერმანიაში კანცლერი შეიცვალა. დღეს გერმანიაში კანცლერი არის მერცი, რომელიც იმავე პარტიას ხელმძღვანელობს, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, იმავე თანამდებობაზეა, იმავე კაბინეტში ზის, რომელშიც ანგელა მერკელი. და დღეს დიახ მერცი იღებს და ემზადება გადაწყვეტილებისთვის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გასაუქმებლად. ვინ იყო საფრანგეთის პრეზიდენტი 2017 წელს? 2017 წელს საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ფრანსუა ოლანი. ფრანსუა ოლანის ეკონომიკის მინისტრი კი იქამდე იყო ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის დღევანდელი პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი სხვათაშორის პრეზიდენტი გახდა სულ ერთ თვეში, მას შემდეგ რაც საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა. ასე რომ დიახ, ემანუელ მაკრონი როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრი, საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი, მონაწილეობდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მონიჭებასა და დამტკიცებაში. სახელმწიფოს იმ ძველი ყოფილი მეთაურებიდან 2017 წლის მეთაურებიდან თანამდებობაზე დარჩენილია მხოლოდ ანდრეი პლეშკოვიჩი. ეს არის ხორვატიის პრემიერ-მინისტრი. კიდევ ერთი დიდი კაცი, რომელიც მაშინ იყო თანამდებობაზე, ოღონდ სხვა თანამდებობაზე იყო და რეალურად მონაწილეობდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მონიჭებაში, იყო მარკ რუტე. მარკ რუტე იყო ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. დღეს მარკ რუტე არის ნატოს გენერალური მდივანი. დღეს აღარ მონაწილეობს უვიზო რეჟიმის გაუქმებაში, მაგრამ რა თქმა უნდა მონაწილეობს ევროპული და მსოფლიო პოლიტიკის და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში. მოკლედ, ეს არის ევროკავშირი, რომელიც არის დღეს და ეს არის ევროკავშირი, რომელიც იყო 2017 წელს. როგორც ხედავთ, 2017 წლის შემდეგ ევროპა შეიცვალა. ვიღაც აირჩიეს, ვიღაც გადაირჩიეს, ვიღაც წავიდა, ვიღაც მოვიდა. დიახ, იქ არჩევნებია, სხვათა შორის. იქ არჩევნებს ატარებენ და ადამიანები იცვლებიან, პარტიები იცვლებიან, მართველი პარტიები იცვლებიან, მაგრამ ვიღაცები დარჩნენ. ვიღაცები ძალიან გავლენიანები დარჩნენ. თავიანთ თანამდებობებზე ვიღაცებმა შეიცვალეს თანამდებობები, ვიღაცები უფრო მაღალ თანამდებობებზე ამოვიდნენ და იგივე ადამიანები, რომლებმაც 2017 წელს ორივე ხელით დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მოცემას, იგივე ადამიანები დღეს აყენებენ საკითხს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებისას. რატო? რა შეიცვალა? ევროკავშირი შეიცვალა? არა, ევროკავშირი ამდენად არ შეცვლილა. ევროკავშირში თუ რამე შეიცვალა, ევროკავშირი გახდა უფრო შემტევი, უფრო ძლიერი, უფრო აქტიური და უფრო აქტუალური. თავარი რაც შეიცვალა, არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების დამოუკიდებულება ევროკავშირის მიმართ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ახლა დადგა მომენტი და ახლა დადგა დრო, რომ ღიად გამოხატოს თავისი ანტიევროპული და ანტიდასავლური ემოციები, თავისი ანტიევროპული მიზნები და ბოლომდე მთლიანად გადაერთოს რუსეთის ორბიტაზე. ეს არის მთავარი რაც შეიცვალა, რაც არ უნდა ილაპარაკოს მონღოლ მეჯუგედ წოდებულებმა და სხვებმა, სხვა პროჭორლელებმა. მთავარი რაც შეიცვალა არის ბორის ივანაშვილის განწყობა. მან ჩათვალა, რომ აი ზუსტად ახლა დაუდგა მომენტი საბოლოოდ ჩაანგრიოს ყველა ხიდი, რომელიც მას აკავშირებს დასავლეთთან. და უბრალოდ რომ იცოდეთ, ტექნიკურად დარჩა სულ რამდენიმე თვე. ახლა თუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება
არ მიიღებს ამ გაფრთხილებას და რა თქმა უნდა, არ მიიღებს ამ გაფრთხილებას იანვარში ან თებერვალში 2027 წლისა ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. შეიძლება ეს მოხდეს თავიდან 12 თვით, შეიძლება მოხდეს 24 თვით, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობა და ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან, შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.